როგორ ამოვიცნოთ ინსულინ რეზისტენტობა და რა კავშირშია ის ჭარბწონასთან და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომთან? ამის შესახებ ახლა ძალიან მოკლედ და მარტივად მოგეღვებით. თუ თქვენ ჭამის შემდეგ მალევე გშივდებათ და შიმშილის გზნობა იმდენად ძლიერია, რომ ლამის თვალებში გიბნელდებათ, შეიძლება გაკანკალებდეთ კიდეც, თითქოს გონება გებინდებათ, შეიძლება გონების დაკარგვამდეც კი მიდიოდეთ. მოკლედ რო ვთქვათ, ისეთი სტრესი გაქვთ ორგანიზმის, რომ ვერ ძლევთ, ფაქტიურად ვერ აზროვნებთ, ოღონდ მალე ჭამოთ და როგორც კი ერთ ლუკმას ჩაიდებთ, მაშინვე ასე ვთქვათ, ამოისუნთქავთ და კარგად ხდებით. აი, თუ გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით თქვენ გაქვთ ინსულინ რეზისტენტობა. ინსულინ რეზისტენტობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც უჯრედები არიან რეზისტენტულები, ანუ უგრძნობი ინსულინის მოქმედების მიმართ. ანუ ისინი ვერ რეაგირებენ ინსულინზე, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია. რას აკეთებს ინსულინი? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ადამიანი იკვებება არა მხოლოდ სიამოვნებისთვის, არამედ იმისათვის, რომ გქონდეს ენერგია და ის ენერგიას იღებს საკვების სახით. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი და ის ეხმარება უჯრედებს ენერგიის წყაროს გლუკოზის, ანუ შაქრის შეთვისებაში. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ინსულინი იღებს გლუკოზას და შეაქვს უჯრედში. ხოლო უჯრედი უღებს კარს და როდესაც არის ინსულინ რეზისტენტობა, უჯრედების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ არის დაქვეითებული, ისინი ვერ რეაგირებენ ინსულინის შემოსვლაზე და ამიტომ ისინი არ უღებენ კარს. მას შესადამე უჯრედში არ შედის საკმარისი რაოდენობის გლუკოზა, ადამიანს არ აქვს საკმარისი ენერგია და ის განიცდის ძლიერ შიმშილს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ჭამა. ამიტომ ის ხშირად იკვებება და მუდმივად აქვს მოთხოვნილება ტკბილეულზე და ცომეულზე. იმის გამო, რომ ინსულინი ვერ ახერხებს გლუკოზის შეტანას უჯრედში, სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით ინსულინი. ხოლო ინსულინი ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, ხოლო კუჭქვეშა ჯირკვალი სულ უფრო მეტი რაოდენობით გამოყოფს ინსულინს. ინსულინი მოქმედებს მადის მარეგულირებელ ისეთ ჰორმონებზე, როგორიცაა ლეპტინი და გრელინი, რომლებიც განაპირობებენ როგორც დანაყრების, ასევე შიმშილის შეგრძნებას. ჭარბი ინსულინის პირობებში მათი ფუნქცია ირღვევა. ვისაც აქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, უმეტეს შემთხვევაში აქვთ ინსულინ რეზისტენტობა, რაც განაპირობებს მიდრეკილებას წონის მატებისკენ. წონის მატება კი თავისთავად თრგუნავს საკვერცხეების ფუნქციას, იწვევს ანოვულაციას და მენსტრუალური ციკლის დარღვევას. ამიტომ, ვისაც აქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და ამავე დროს ჭარბი წონა, მკურნალობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა წონის დაკლება სწორი კვებით.